მას ვაჟა, აკაკი და გალაქტიონი ეტრფოდნენ, როგორც უმშვენიერესსა და უნატიფეს. რუსთაველმაც ხომ მისით შვა სასწაულებრივი ქმნილება. დიდმა ილიამ კი ის მამულსა და სარწმუნოებას გაუტოლა. მრავალი თავდადებული რაინდი ცდილობდა მისი გულის დაპყრობას, მაგრამ მხოლოდ სულთან ხილველები ჩაწვდნენ მის საიდუმლოს, მხოლოდ ისინი აზიარა თავის ღვთაებრიობას. მე მის აღმატებულება ქართულ ენაზე მოგახსენა. ნეტავი იმას, ვისაც მისი ვასლობა ერგო წილად და მას უხადა ხარკი. იმაზე მეტი რა უნდა გამოემეტებინა უფალს ქართველთათვის, როცა ღვთისმშობლის წილხვეს ქვეყანასთან ერთად ქართული ენა უბოძა და ზედ მრავალხმიანი სიმღერაც დაამატა ქართული სულის განსაკუთრებულობის დასტურა. ქართული სიტყვა, რამდენი რაინდი ყავს მას, თავდაიწყებით მასზე შეყვარებული და ამ სიყვარულით გაფართოვებული. საპატიოა მისი ორდენის წევრად ყოფნა, მაგრამ აუცილებელი არაა, რომ ყველა წევრი ამ ორდენისა ლექსებს თხზავდეს. რამე თუ ყველა ვინც წერს და ბეჭდავს, არაა პოეტი, ხოლო ვისაც ლექსი არასოდეს დაუბეჭდილა, ის შეიძლება პოეტად მოხვდეს. პოეტის პიროვნება ხომ უპირველეს ყოვლისა პოეტის სულს გულისხმობს და შემდეგ ლექსის წერის ნიჭს. პოეტური სულის ადამიანებს კი დადალეს ამ დალოცულ საქართველოში და მის უმშვენიერეს კუთხეში ქართლში, რომლის შუაგულში ლამაზად შემოფენია გორის ციხეს ჩემი პატარა ქალაქი. ის მშვენიერი ლეგენდაც დღეს რომ უნდა გავიხსენოთ, გასული საუკუნის დასაწყისში ამ ქალაქში იშვა. გორის ციხის სამხრეთ ფერდობზე, ეგრეთ წოდებულ ციხის უბანში მდებარე პატარა სახლში, გიორგი და პელაგია ხუთიშვილების ლამაზ ოჯახში ქართული სული ზეიმობდა, რადგან აქ გამორჩეულად ეთაყვანებოდნენ ქართულ სიტყვას. იმდენად გამორჩეულად, რომ ეს თაყვანისცემა თაობებს მიწვდა და საოცარი ნაყოფი გამოიღო. ამ ოჯახში 6 შვილი იზრდებოდა, 5 ვაჟი და 1 გოგონა. უფროსი იოსებ ხუთიშვილი განათლებული და სამშობლოს მოყვარული ადამიანი იყო. ადრე ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი. მას მთელი საქართველო ფეხით ჰქონდა შემოვლილი. ლევან გოთუასთან ერთად ალპინისტური ასვლის მონაწილეს იყო ბრუსაბძელაზე. მასწავლებლად მსახურობდა ოდიშში და სამაჩაბლოში. ლექსებსაც წერდა, ჟურნალისტობდა, მონაწილეობდა წარმოდგენების დადგმაში, აწყობდა საჯარო ლექციებს. მისი წერილების სერიალს ჩვენი სამშობლოს წყლები ნაკადული ბეჭდავდა 1914-19 წლებში. თამარ გოთუას განმოცემით, იოსები 1946 წელს დააპატიმრეს გორში და ლევანის ჯგუფს მიაკუთვნეს. შინსახკომში მას ემუქრებოდნენ ოჯახის დაწირებებით, ძმების დაპატიმრებით. შენდოცენ ძმას გვერდზე მოგისვამსო ეუბნებოდნენ. ამ მუქარით სუფთა ქაღალდზე ხელი მოაწერინეს და იმისთვის მერე შიგრა ჩაწერეს, რომ 10 წლით შორეულ ჩრდილოეთში გადაესახლებინა. ის 1956 წელს დაუბრუნდა მშობლიურ ქალაქს. მეორე ძმა ელიოზი ჟურნალისტი იყო. დადო ასათიანმა ფუნაგორიას მიუძღვნა მას, რომელიც ნიკა აგიაშვილის წიგნში ჭაბუკები დაშნილ მარად არის შემონახული. ხომ ყოფილა ელიოზი გენიოსი, წამს გაფრინდა მესტიაში, რომ საქმექნა ესტიაში. ელიოზის ახალგაზრდა სიცოცხლე ომმა შეიწირა. მან რუმინეთის საკონცენტრაციო ბანაკში დაასრულა ცხოვრება. მომდევნო ძმა ნიკო ერთხელ კახეთში მასწავლებელობდა. შემდეგ გორს დაუბრუნდა და ბუღალტრად მსახურობდა. უყვარდა თეატრი, მუსიკა და უკრავდა სასულე ორკესტრში. გორელებს ახლაც ახსოვს ზია ნიკო ველოსიპედზე, რადგან ის 80 წლის ასაკში ბერელეოდა საყვარელ ველოსიპედს. ლევანი ნების მსგავსად საოცრად არტისტული იყო, მაგრამ მათზე ომახიანი. ეს ორივე თვისება ხელს უწყობდა შესანიშნავად გაძღოლოდა ქართულ სიტყვას. პროფესიის ისტორიკოს დიდხანს მოუწია სამხედრო სამსახურში ყოფნა. იყო საჰაერო თავდაცვის სამსახურის უფროსი, ბოლოს კი მინისტრთა საბჭოში მსახურობდა. ნაბოლარა დაწმას სოლიკოსა და მარეხს განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდათ. მარეხის უნივერსიტეტში დაეუფლა ფილოლოგის პროფესიას, მაგრამ განათლებულობა მისი ერთადერთი ღირსება როდი იყო. მისი სათნო და კეთილი ბუნება ერთნაირად წდებოდა ყველას, ახლობელსა თუ უცხოს. ოჯახში უფროსები უმცროსებს ქართული ენისა და ტრადიციების სიყვარულს უნერგავდნენ. ამიტომ მეხუთე ვაჟი თითქოს ერთბაშად იფეთქაო ეროვნულმა სულმა და უფალმა ქართულ ენას კიდევ ერთი მეხოთზე, კიდევ ერთი გულანთებული რაინდი უბოძა მისი სახით.
შეუდრეკელი და უღალატო რაინდი, რომელმაც სიტყვა პირადულ კომფორტში არ გათვალა და ზურგში მახვილი არ ჩასცა მან, რადგან იცოდა სიტყვის ღალატი უდიდესი ღალატია ამ ქვეყნად, წვენისა და სამშობლოს ღალატის ტოლფასია ის. დღეს სწორედ ამ ოჯახის მიმართ პატივისცემა და თაყვანისცემა გვინდა გამოვხატოთ და კიდევ ერთხელ მოვიყაროთ მუხლი ბატონი სოლომონ ხუციშვილის ხსოვნის წინაშე, იმ ადამიანისა, რომელსაც კოლეგებმა დიდი საუნივერსიტეტო სიკეთე უწოდეს და რომელიც არა მხოლოდ თავისი ლექციების შინაარსით ნერგავდა უდიდეს პატივისცემასა და ყადრს ლიტერატურისადმი, არამედ იმითაც, რომ იგი ამას შინაგანად უნებრივად ატარებდა. სოლომონ ხუციშვილი 1908 წლის 20 იანვარს ქალაქ გორში დაიბადა. 1915 წელს იგი გორის სასულიერო სასწავლებელში შეიყვანეს, რომელიც რევოლუციის შემდეგ დაიხურა და ჯერ ვაჟთა გიმნაზიად, ხოლო შემდეგ შრომის სკოლად გადაწყვეტა. გორის სასწავლებელში იმ დროს ინტელიგენციის საუკეთესო წარმომადგენლები მსახურობდნენ. მათ შორის ალექსანდრე გარსევანიშვილი, სერგო რობაქიძე, ერეკლე ტატიშვილი, ვლადიმერ ხიზანიშვილი, არჩილ ღვინიაშვილი, ნიკოლოზ ჯულაბაშვილი, ანა თიტიაშვილი და სხვანი. 1927 წელს სოლომონ ხუციშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის ენისა და ლიტერატურის განყოფილებაზე ირიცხება და წილად ხდება ბედნიერება ითვლებოდეს ივანე ჯავახიშვილის, თამარ ლეონეურის, კორნელი კეკელიძის, მიხეილ ჯანდუკელის, ვახტანგ კოტეტიშვილის, გიორგი ჩუბინაშვილის, აკაკი შანიძის, არნოლდ ჩიქობავას, შალვა ნურსუდილის, დიმიტრი უზნაძის, სერგი დანელიას, თიმო ყაუხჩიშვილის სტუდენტად. განსაკუთრებული ტკივილით იხსენებდა ბატონი სოლომონი ივანე ჯავახიშვილს, რომელიც მისი სტუდენტობის დროს უკვე რექტორობიდან იყო გადაყენებული, მაგრამ პირველ კურსზე უკითხავდა საქართველოს ისტორიას. მას საკუთარი წიგნი ძველი სომხური საისტორიო მწერლობასი უჩუქებია ბატონი სოლომონისათვის წარწერისა და ხელნაწერი. 1940 წლის 18 ნოემბერში ბატონი სოლომონი მოწმე გამხდარა მის ძიგნის ძიმე და ძნელად დასაიწყებელი წუთებისა, როცა ივანე ჯავახიშვილი ხელოვნების მუშაკთა სახლში საჯარო ლექციის კითხვას გადაწყვიტა. ბატონი ივანე, როცა ლექციას კითხულობდა, ჯარისხმას ვერ იგებდა თურმე, მაგრამ ისე ჰქონდა გათვლილი, რომ ლექციას დაამთავრებდა თუ არა, ჯარის ირეჭებოდა. უკანასკნელ ლექციაზე კი მან დროს გადააცვლა. მიხვდა, რომ ასე იყო, რაც დახედა და ჩაიცვია. მერე ამოიგრინა და ჩაიგდა. ასევე დიდი მოწიწებით იხსენებდა ბატონი სოლომონი ვახტანგ კოტეტიშვილს, დღეს ცნობილი მეცნიერი სახუსტი კოტეტიშვილის მამა. უნივერსიტეტში რომ მიიწვიეს, მას პირველი ლექცია ბატონი სოლომონის კურსისათვის წაუკითხა. ამ ლექციას უნივერსიტეტის მთელი საბჭო დასრულებდა. ლექცია ქართულ ბედისიტყვიერებას ეხებოდა. უხვად მოუტანია მაგალითები ქართული ფოლკლორიდან. ვეფხვისა და მოყმის ბალადა რომ წაუკითხა, ყველა გაუცხებულა, რადგან მასში ეს ლექსი ცნობილი არ იყო. აი რა განძით ჰქონიაო, უთქვამს მას. ლექსია რომ დამთავრებულა, სტუდენტებსაც და პროფესორ მასწავლებლებსაც წასი დაუბრა. სამწუხაროდ ეს ვახტანგ კოტეტიშვილი გადაუხდა საუკუნეს დროს. ისიც დააპატიმრეს და დააქვრივეს. 1930 წელს უნივერსიტეტი დაიხურა და სოლომონ ხუციშვილს რის ნაცვლად 7 სემესტრი მოუწია სწავლა, რის გამოც ჯერ უნივერსიტეტის დამთავრების მოწმობა, ხოლო რამდენიმე წლის შემდეგ კი დიპლომიც მისცეს. ერთხანს გარეკახეთის სოფელ არაშენდაში ასწავლიდა ქართულ და რუსულ ენებს. 1 წლის შემდეგ კი თბილისს დაუბრუნდა და აღდგენილ უნივერსიტეტში დაიწყო სამსახური. 1934 წელს სოლომონ ხუციშვილი ასპირანტად ირიცხება 19 საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრაზე, რომლის დამთავრებისთანავე 1940 წელს იცავს საკანდიდატო დისერტაციას თემაზე „აქვსენტით საგარელის დრამატურგია“. 1941 წელს კი მის საინტერესო შემოქმედებით გზას ომი დაისვა და ისიც პირნათლად იხდის მოქალაქეობრივ ვალს მანამ, ვიდრე არ გამოვა განკარგულება უმაღლეს სასწავლებელთა თანამშრომლების სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. დემობილიზაციის შემდეგ ბატონი სოლომონი უნივერსიტეტში მუშაობის პარალელურად ახალი ქართული ლიტერატურის ისტორიის კურსს კითხულობს სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში.
შემდეგ კი მის ბიოგრაფიაში მნიშვნელოვან ადგილს კვლავ მშობლიური ქალაქი იკავებს, როცა ის სალექციო კურსს კითხულობს გორის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში, სადაც 1953-დან 50 წლამდე კათედრის გამგედას გვევლინება. აქ ის პედაგოგიურ მოღვაწეობასთან ერთად სამეცნიერო საქმიანობასაც ეწევათ. თითქოს ესწრაფვის, რომ გააძლიეროს ის საფუძველი, რომელიც 1925 წელს ჯერ კიდევ მოსწავლეობისას გაზეთ „მოწაფის ხმაში“ სტატიის გამოქვეყნებით ჩაიყარა. მართლაც უმდიდრესია მის მიერ დატოვებული მემკვიდრეობა, მონოგრაფიები, ნარკვევები, წერილები, რასაც ემატება 1964 წელს წარმატებით დაცული სადოქტორო დისერტაცია თემაზე ქართული ლიტერატურისა და ლიტერატურული კრიტიკის ისტორიიდან, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი ქართული ლიტერატურული კრიტიკის ისტორიისათვის პირველი და მეორე წიგნები, ლიტერატურულ-კრიტიკული წერილები, მანათობელი, ილია ჭავჭავაძე, რომლებიც ქართული ლიტერატურისა და საზოგადოებრივი აზრის მკვლევართა სამაგიდო წიგნებად იქცნენ. სოლომონ ხუთიშვილმა ძალზე საყურადღებო საცნობარო რო წიგნით ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი, რომელმაც მას ზოგიერთი უზიანონებას მოუტანა, თავის დროზე გამოხატა წინაპართა სახელების გაფრთხილებით, მათი საფლავების მოვლის მაღალი კულტურა. დიდი რუდინების შეკრიბა მან ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა საფლავების ეპიტაფიები, აღწერვა ისინი სათანადო კომენტარებით. ის შესანიშნავი გამომცემელი რედაქტორიც იყო. დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული ენციკლოპედიის მომზადების საქმეში. იყო ბევრი ქართული მწერლისა და საზოგადო მოღვაწის სახლ-მუზეუმის საქმიანობის სული და გული. სხვადასხვა ორგანიზაციების სამეცნიერო საბჭოს წევრი. დაჯილდოებული იყო ორდენებით და მედლებით. მინიჭებული ჰქონდა საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება, მაგრამ რომელი ჯილდო შეედრება იმ ზღვას სიყვარულს, რომელიც მან ირგვლივ მყოფებში წათესა. ბატონო სოლომონ ხუთიშვილი დააკვირდა არა მარტო ჩვენს ქალაქს, არამედ ვიტყოდით მთელ საქართველოს, ქართული ინტელიგენცია, ქართულ ახალგაზრდობას. ბატონო სოლომონ სპეციალურად 1956 წელს გაეცადა, როგორც სტუდენტი. მაშინ იგი გორის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტში მოღვაწეობდა ქართული ლიტერატურის კათედრის გამგედ. გიკითხავდა ახალ ქართულ ლიტერატურას, ედოდ რომანტიზმის კურსს, შემდეგ რასაკვირველია განაგრძო მან რეალიზმის კურსის წავიდა. ბევრი რამ მახსოვს საინტერესო და აღსანიშნავი ბატონი სოლომონის როგორც პიროვნების, ასევე ლექტორის და მეცნიერის ასევე საინტერესო მოქმედებიდან. ჩემთვის მაინც მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს იყო უაღრესად შეყვარებული ქართულ სულიერებაზე, ედოდ ქართულ ლიტერატურას. მოხდა მას ლექციაში უხვი ფაქტოლოგიური მასალა. და ასე მგონია, ქართულ ლიტერატურის ისტორიკოსთა შორის ასე დიდი მცოდნე ამ ფაქტოლოგიურ მასალებისა მეორე მგონი თვალსები არ გქონია. და ამ ფაქტოლოგიური მასალა მას ეხმარებოდა ჩვენი ეროვნული ლიტერატურის მიმართულებების და საერთოდ ქართულ მწერალთა შემოქმედების, მათი მსოფლგაგების, მათი ეროვნული ინტერესების და მხატვრულ ესთეტიკური შეხედულებათა დამუშავებაში, ამოცნობაში და ახალგაზრდობისადმი იმდანაში. ბატონო სოლომონის ლექციები იყო უამრავ მხატვრული, ოსტატური, ორატორული, მაგრამ არსად გადამეტებული. ზოგიერება კარგად იცოდა მან. დაიწყებოდა ლექცია და ზუსტად დამთავრდებოდა მაშინ, როდესაც არის მეტარებიყო, მაგრამ ჩვენ მონუსხული რჩებოდით სტუდენტები მისი საამო, საზრიანი, მიზიდელი ლექციები. ბატონო სოლომონი შემდეგ როგორც კათედრის გამგე და მე ბატონ სოლომონის შემდეგ დავუახლოვდი როგორც კათედრის გამგე იმასთან დაკავშირებით, რომ ანანიჩა ფაკულტეტზე ლიტერატურული სამეცნიერო, სტუდენტთა ლიტერატურული სამეცნიერო წრის ხელმძღვანელი. მასაკურია მეტყვილ ვადგენდი ამ თემატიკას მისი დახმარებით. დასწრებოდა სამეცნიერო
მნიშვნელობაში და აძლევდა თითოეულ კატაგას სანიმუშო და ობიექტურ და სწორ შეუძლებლობას. ბატონო სოლომონი არ უკმაყოფილებდა მხოლოდ ლექციებით ან დასაგნო მწერების მუშაობით. იგი დიდი ენთუზიაზმი იყო ჩვენი სტუდენტების ფართო განათლებისა და ამიტომაც აწყობდა ხშირად საქართველოს მატერიალური კულტურის ძეგლების დათვალიერებას, ექსკურსიების დასავლეთ საქართველოს თუ არ მოხდა საქართველოს. რამდენი საინტერესო ექსკურსია მოუწია მას ჩვენთვის, ამის გახსენება ახლა ძალიან სოსტადება. ბატონო სოლომონი ფრიად საყურადღებოდ სფეროში მუშაობდა, მისი სფერო იყო ახალი ქართული ლიტერატურა. მან პირველ ყოველს ახალი ქართული ლიტერატურის შესწავლა დაიწყო საფუძვლიანად იმ კრიტიკული აზროვნების და კრიტიკულ მოღვაწეთა გამონათქვამების შეგროვებით, გამოაშკარებით, შეფასებით, რომელიც მისხმდე საუკუნის წელობას თან ერთოდა იმ საუკუნეს. სოლომონის ინიციატივით, სოლომონის ასეთ მუშაობას მოჰყვა მისი ორი ტომი ქართული კრიტიკული აზროვნებისა, რომელიც რედაქტორი გახდა აქ განსვენებული აკადემიკოსი იორგი კირილაძე. ბატონ სოლომონს როგორც მეცნიერი აქვს დამუშავებული სხვა შრომებიც ქართული ხალხოსნების შესახებ, არის გამოცემული აქ კიდევ სხვა სოლიდური ხასიათის ნაშრომები. ეხლა მე ამის ჩამოსვლას არ ვერ მოვყვები, მაგრამ ფაქტია კი, რომ იგი თავის ყველა შრომაში, ლექციაში, მოხდებებაში ავლენდა ქართული ინტელიგენციის, ქართული კაცის ყველაზე საუკეთესო სიზარეს. თვითონაც გარემონდა მომხდარი კაცი იყო, მაგრამ არასდროს ამბიციური, უღალატად თავდაბალი, ხალისიანი, მუდამ მომღიმარი, მუდამ გამხმარე სტუდენტებისა თუ მასწავლებლებისა. ეციტყვით, ბატონო სოლომონის სახით ჩვენ მეოცე საუკუნისა და 21 საუკუნის ინტელიგენცია ახალგაზრდობა სწავდა შეუდარებელი მოძღვარი სული და ხორცი, რომლის სახელი უნდა დაუწყარი იქნება. დაბოლოს ის უნდა აღვნიშნოთ, რომ გორენემა ჯერჯერობით მხოლოდ ის სევზებით რომ დავაარსოთ მის სახელობის ბიბლიოთეკა, ეს არის გორის ცენტრალური ბიბლიოთეკა და იქ აღნიშნეთ არაერთხელ და მომავალს აღნიშნავ მის საპატიო საჭირო შეხვედრებს. სტუდენტები პირველი შეხვედრისთანავე გრძნობდნენ მის სიძლიერეს. ქართულ და რუსულ ენებზე მოძღვრავდა მათ. ასწავლიდა არა მარტო ფილოლოგიური მეცნიერების საფუძვლებს, არამედ უდიდესი ტაქტით ადამიანობას და კაცობას. მრავალი კრიტიკული შემთხვევაც აღწევს. თვალს მისკენ გააბარებდნენ, რას მოემოქმედებდა, როგორ იტყოდა საქმეს და მოულოდნელად ისე განუხტავდა სიტუაციას, ყველანი კმაყოფილი რჩებოდნენ. ბატონო სოლომონი იყო პიროვნება, რომლის აზრს წონა ჰქონდა. ამიტომაც ყურადღებით უსმენდნენ და აფასებდნენ. საზოგადოებას ეტანებოდა, ყველგან უხმობდნენ და ისიც არ აყურებდა. ყოველთვის შემართული, მომხიბვლელი, გაწონასწორებული, ქართული სიტყვის დარღვისა და ლაზათის წარმომჩენი. სადარელოდ მიხოლდა, მშობლიურ ქართლსა თუ კახეთში, ჯავახეთსა თუ ხევსურეთში, ჭავჭავაძისა და გრიშაშვილის სახლ-მუზეუმებში, იციანისა და პაოლოს საღამოებზე, სადაც დიდი სიყვარულისა და პატივის ცემის უსმენდნენ. საოცარი აწესულობის წყალობით ხომ მისი ყოველი ლექცია თუ გამოსვლა პატარა სპექტაკლით იყო. ის მსახიობურმა მიზმა რამადად გაიელვა თემუს ბაბულანის ფილმში უზენასთან მზე. არა, ეხლა უფრო მეტი აქვს. 39 და 8. იცით რაშია საქმე? ჩვენ ავადმყოფი ხელახლა გავკვეთეთ. ოპერაციამ ძალიან კარგი შტაბეჭდილება დატოვა. უნდა მოგახსენოთ, რომ ძალიან კარგი. წინა ქირურგიული თვალსაზრისით ოპერაცია უნაკლოდაა ჩატარებული. კი, მაგრამ თუმასია მაშინ თქვენ ინფექციის მიზეზი არ მიგაჩნიათ საეჭვო? არა ბატონო, არა.
ინფექციის მიზეზი არასტერილური იარაღებია. ამპოლის მაგრატები დამივარდაძირს. ბატონო პროფესორო, ცალკე დავდე, მაგრამ რაღაცნაირად შეერია დანარჩენი იარაღებს. რაც არის ეს არის. უნდა გამაგრდეთ. სალვე პერიტონეთი მაქვს. ნაწლავების დამბლა 3 დღის წინ დამეწყო. ყველად შეგაწუხეთ. აბა ერთი დანიშნულება მაჩვენეთ. დანიშნულება. ახლავე. აი, ინევეთ. მე არ გახსოვართ ბატონო პროფესორო. კურსზე ყველაზე მაღალი ვიყავ. როდის დაამთავრეთ თქვენ? 56 წელს. 56 წელს. აბა როგორი მისმერე რამდენი დროა გასული? უნივერსიტეტის გარეთაც განსაკუთრებული იყო ბატონი სოლომონი. ის იყო გრიგოლ კიკნაძის მიერ შავხეთურეთში მოწყობილი ექსპედიციების წევრი. გაოცებულების შეყურებდნენ სტუდენტები, როგორ მხნევ მიაგიჯებდა განუყრელი ჯოხის ყველაზე წინ, როგორ არ უფრთხოდა უსწულოს სამწვერვალებს. ნახალისიანი, ბედნიერი იყო, მას ჰქონდა აღტაცების უნარი. არავის ახსოვს ის დაბოღმილი და უხასიათო, ან მისი წუწუნი და საყვედური. გაბრაზე და კი. ის ვერ ეგუებოდა სიცრუეს, სიმხდალეს, სუთკაცობას. განსაკუთრებით უკომპრომისო იყო მაშინ, როცა საქმე საკუთარი ქვეყნის ბედს ეხებოდა. საქართველო გათავისუფლებას მოითხოვს და საქართველო ალბათ დაიბრუნებს იმ უფლებებსაც, რომ მან და თვითონ განაგოს თავისი საქმე. მიმოსვლის რამდენი ახალგაზრდისათვის დაულოცია ბატონ სოლომონს გზა მეცნიერებისაკენ. რამდენ ამოდგომია გვერდში უმციკლოს და უანგაროს. ამხნევებდა, გამარჯვების იმედს უნერგავდა და შეერთებული ძალით დიდ წარმატებებსაც აღწერდა. სიხარულის გამოხატვაც რა საოცარი იცოდა. საქებარ სიტყვას არ იშურებდა მომავალი კოლეგებისათვის, რითაც უსაზღვრო სიხარულს განაცდებინებდა მათ. ბევრი მსმენია ბატონ სოლომონის შესახებ. მაგრამ შეხვედრა მოხდა სრულიად შემთხვევით. ჩავირიცხე ასპირანტურაში და განაწილების დროს, როგორც ხელმძღვანელთან, ბატონ სოლომონთან აღმოჩნდა. ჩემი პირველი მისვლა ძალიან რთული იყო. რთული იყო იმდენად, რამდენადაც მაშინ ძალიან, ასე ვთქვათ, მეკრძალებოდა პიროვნებასთან. ამ პიროვნებასთან კი არა, საერთოდ მეცნიერთან, დიდი მეცნიერთან მისვლა და ჩემთვის აი ეს ცოტა ის მოკრძალებულობა ცოტა სხვაგვარადაც გამოიხატა. ეს მოკრძალებულობა შეგვჭა ბოლომდე ჩვენი ურთიერთობის. ყოველთვის იგი იყო ჩემი უფროსი მასწავლებელი და ამავე დროს პიროვნება, რომელთანაც შეიძლებოდა ბევრ რამეზე გესაუბრა, მაგრამ აი ეს ზღვარი აუცილებლად უნდა ყოფილიყო დაცული. ამას ეს მე ჩემ თავს აღვდგე, მაგრამ გავიგე, რომ თუნდაც შეიძლება მასთან ცოტა სხვაგვარი მეგობრობა. ეს განსაკუთრებით გამოვლინდა მაშინ, როდესაც აღმოჩნდი შემთხვევით ბატონ სოლომონის თაოსნობით გრიშაშვილის დაბადების დღეს სიმბოლურად ქცეულ დაბადების დღეებთან ხარფუხში მის სახლ-მუზეუმში. სწორედ ბატონ სოლომონმა დააფუძნა ეს შეხვედრები 23 აპრილს. მივდიოდნენ ცნობილი მეცნიერები, პიროვნებანი, რომელთაც უყვარდათ სასო გრიჩაშვილი და მის შესახებ მოგონებებით გამოდიოდნენ. ეს იყო ძალიან შინაურული, თქოს ცოცხალ პიროვნებასთან მიდიოდნენ. მაშინ ხდებოდა იქ ანი გრიჩაშვილი, იოსებ გრიჩაშვილის ძიშვილი და განსაკუთრებულად სხვანაირი გარემო იყო. მაშინ ვიგრძელე მასთან სიახლოვე, როდესაც ერთად გამოვედით საღამოს ყველა მეცნიერები, მეც მაშინ ასპირანტი და აი დავეშვით ხარფუხის დაღმართზე, ალგეთის პირველი იყო და აი აქ ვიგრძელე მისი საუბრების, მისი მოგონებანის განსაკუთრებულად უყვარდა ბატონ სოლომონს და დიდი ინტერესით იხსენებდა ხოლმე ყველა ფაქტს, რომელიც ფარავდა თითქოს და დავიწყების ფურცლები. აი ბევრი პიროვნება აღმოუჩენია, ბევრზე გაუმახვილებია ყურადღება. განსაკუთრებული იყო მისი ინტერესი გორისადმი, გორის ლიტერატურული ცხოვრებისადმი და ბოლოს გორში
მისმა ლექციებმაც კიდე ბევრი რამე გააცოცხლა. ეს ლექციების ციკლი სწორედ მაშინ ომარ ჩუბინიძის თაოსნობით დაიწყო გორის სამუსიკო სასწავლებელში. ადამიანები კვირის განმავლობაში სიამოვნებით ესწრებოდნენ ამ ლექციებს და იღებდნენ იმ დიდ ცოდნას, იმ დიდი ცოდნის ნაწილს ეზიარებოდნენ ხოლმე, რომელიც ბატონ სოლომონისაგან მომდინარეობდა. ეს იყო ძალიან უშუალო, მხატვრული, საინტერესო, პრინციპული ამავე დროს და არა ატეხილი, როგორც თქვა ზოგიერთ მეცნიერს ახასიათებდა. იგი ყოველთვის იყო მეცნიერებაში თავაზიანობის და ასე ვთქვათ, ტაქტის გამოხატულება, მაგრამ არასოდეს არ დაუშვებდა უცოდინრობას, თუმცა ამაზე განსაკუთრებულ ყურადღებას არ გაამახვილებდა. ამას თავისებურად გამოკვეთდა კიდეც. ახლა თვალებს ხუჭავდა თვალწინ მისი სამუშაო ოთახი. ეს იყო ყველაზე ლამაზი კუთხე, რაც კი მე მინახავს მეცნიერის სამუშაო ოთახებს შორის. და ლამაზი კუთხე რატომ? წერამდე აზიდული თაროები, წიგნები, რომლებიც იყო, რომელთაგანაც ბევრი იშვიათობას, ბიბლიოგრაფიულ იშვიათობას წარმოადგენდა და რომლებიცაც ესე სიყვარულით ეფერებოდა იგი. რამოდროს იქვე იყო ნახატები მისი შვილიშვილებისა და იყო საინტერესო ნახატები ლადო გუდიაშვილისა, როდესაც მან დახატა მისი მეუღლე ქალბატონი ლილი. ესეც სწორედ მისგან შევიტყე. ბატონი სოლომონი სწორედ მათთან ამყარებდა კავშირს. იგი მათი მეგობარი იყო. მათთან მათ წრეში ტრიალებდა. ისა შეხვდებოდით მის პატარა მოკრძალებული დინაში. გასასვლელში ჩავარდნილ აბიტურიენტს თუ ვაწონოსილ პიროვნება. ბიბლიოთეკის რიგით თანამშრომელს შორეული სოფლიდან ჩამოსულ მასწავლებელს. ყველას მოუხაროდა მისը. რადგან მასთან შეხვედრა იყო შეხვედრა სიწმინდესთან, პატიოსნებასთან და მართალ სიტყვასთან. ზოგჯერ უცხონის მოდიოდნენ ამა თუ იმ საკითხის გასაკვირად. ბატონ სოლომონთან როგორც ცოცხალ ენციკლოპედიასთან და ისიც უდამ დაუზარელი, იშვიათად რაიმე თუ ვერ გაიხსენებდა, წერამდე აზიდულ ბიბლიოთეკას შეეძნებოდა, რათა საჭირო წიგნი მოეძებნა უცხოს ურის ცნობის მოყვარეობის დასაკმაყოფილებლად. შეწუხებული ნანული სიყვარულით უსაყვედურებდა. ფრთხილად მამა, რა დრო შენი ამ სიმაღლეზე ასვლა, არ ჩამოვარდეო და როცა მოსულის დინაობით დაინტერესდებოდა, ბატონი სოლომონი მხრებს აიჩეჩავდა. მერე ღიმილი დასცენდა. არ ვიცი ვინ არის, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, უარს ხომ ვერ ვეტყვი. ამ დიდბუნებოვან ადამიანს უფალოდ იშვიათი მადლი არ გუნა და უნივერსიტეტიდან შინ დაბრუნებულს აქაც ქართული სიტყვის დღესასწაული ხდებოდა, რადგან მთელი ოჯახი, ისევე როგორც თვითონ, ქართული ენის სიყვარულით იყო დარბაზებული. მეუღლე ქალბატონი ლილი ქუთათელაძე ქართულ ენას ემსახურებოდა ხელნაწერთა ინსტიტუტში. შვილები ზიულა და ნანული, შვილიშვილები ლელა და გია ქართული სიტყვის სიყვარულით ეზიარნენ თავიანთ პროფესიას. რაც უფრო რაღაცნაირად ნათელს მოკეს იმ მოვლენას, აი ფენომენს, რასაც პაპა წარმოადგენდა. რაღაცა ყველა აი ნებისმიერი ჩვენს გარშემო ის იყო, არ არსებობდა ადამიანი, ვისაც რაღაცა განსაკუთრებული მიზეზება არ ქონოდა პაპას მიმართ და ის მართლაც იწევდა რაღაცა განსაკუთრებულ სიტყვებს და განსაკუთრებული ხიბლი ქონდა. ხოდა მე აი ბევრჯერ მიფიქრია, რა არის ამის მიზეზი. ის არ იყო ესეთი ადამიანი, რომ ვთქვათ განსაკუთრებული სიტყვა გამოევლენა იმის ხაზგასმულად. არც სახში და გარეთ ერთნაირი ჩვენს მიმართ არ ქონდა ესეთი განსაკუთრებული მოფერების, თუმცა ჩვენ მიუხედავად ამისა გრძნობდით რაღაცა ძალიან დიდ სიტყვას და მისი არსებობა ჩვენ გვერდით იყო ყოველთვის აი ამ ცოდნის მატარებელი. ჩვენ გვერდით არის აი ესეთი ადამიანები. ეს ხდებოდა, აი ის არსებობდა, ის ჩვენ ვიცოდით, რომ ის არის განსახიერება, ვთქვათ, ძალიან მაღალი ღირებულებების მატარებელი ადამიანი, სრულიად უკომპრომისო, ძალიან ესეთი მაღალი და ესეთი პათეტიური შეიძლება ითქვას გრძნობების, სამშობლოს მიმართ, მოქალაქეობრივი გრძნობების მატარებელი, მაგრამ ეს ხდებოდა ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე. ის იყო ესეთი და იყო აი ამ სამყაროში ჩვეულებრივად, როგორც აი ჰაერში, აი
ეს იყო მისთვის ჩვეულებრივი ცხოვრება, ჩვეულებრივი გარემო და რაც თავარია ის სხვა ადამიანებშიც თითქოს იგივეს ხედავდა. აი რაღაც მიამიტობაც ჰქონდა, შეიძლება ჩვენი თვალსაზრისით მიამიტობა, რომ ის სხვებსაც ისევე ექცეოდა და ისევე აღიქვამდა, როგორც თავის თავს და ამითი თავის თავს მისი თქამდა, რომ არ გამოყოფდა თავის თავს, თქვათ, როგორც რაღაც განსაკუთრებულს, არამედ აი ეს ყველაფერი ქმნიდა აი ამ ხიბლს. მასთან ურთიერთობა იყო ძალიან სასიამოვნო და ძალიან დიდი სითბოს მომიჭებელი. კიდევ რა ქონდათ იცი, დიდ თავისუფლებას აძლევდა იმ ადამიანს, ვისთანაც მას ურთიერთობა ჰქონდა. არასდროს არ იყო შემფასებელი ჩვენს მიმართაც, შვილიშვილების მიმართაც, არასდროს არ გვარიგებდა ჭკუას, არასდროს არ გვეუბნებოდა, რომ ჩვენ უნდა მოგწონებოდა ის, რაც თვითონ მოწონდა, უნდა წაგვეკითხა ის ლიტერატურა მას, რაც მას უყვარდა. არასდროს მე ეგეთი რამე არ გამიგე. თუმცა კი აი ახლა წყურში მახსოვს, როცა ერთხელ გადამეშალა ილია ჭავჭავაძე, მაშინ სწავლობდი თქვენი სკოლაში გავდიოდით და როგორი გრძნობით წამიკითხა ჩემო კალამო, ჩემო კარგო რადმეტაში და ეს იყო მართლა სრულიად ისეთი გულწრფელი, აი ამას ბავშვს არასდროს არ ეშლება, აი ეს გრძნობა და ეს გულწრფელობა. და თქვა დავიდოდა კიბეზე და რაღაცა ციქსებზე და ხოლმე ვეფხისტყაოს არჩევდი და ავიდა კიბეზე გადაშალა და იქ კიბიდან დაიწყო ვეფხისტყაოსნის კითხვა და იკითხა. აი მაღლიდან რაღაც ისეთი არტისტიზმის ჰქონდა. ძალიან ბევრი რამე შეიძლება ბაბადო ითქვას. პაპა დამიცავდა ერთადერთი რასაც ვონებდი ოჩახ მოელიე გოგოს ნეთი არა აი ეს იყო ოჯახში შვიდი და საქმიანი ატმოსფერო წუხდება და ბატონი სოლომონი უდან თავის განიყრევნა დიდად უჩნდა და დაუღალავად შრომა. იშვიათად ქალბატონი ლილი გემელით უსაყვარდებოდა. ზოგჯერ მეც დამეთნახავდა ნაბიჯავ, მაგრამ შესანიშნავად იცოდა, ბატონი სოლომონი ერთგულ მეგობარს ვერ შეელეოდა. ამიტომ ორივე დისერტაცია მან სამზარეულოს ნაგიდასთან სეხმორთმის ჯდომა დაძებდა. ესეც ხერპლი იყო. ხერპლი გამებული ბატონი სოლომონისა და ქართული ენისაა. რადგან მისითაც ქართული სიტყვა ისეთივე საფაყვანო იყო, როგორც ბატონი სოლომონი. შვილებსა და შვილიშვილებს კი არა, ძმისშვილებსა და მათ შთამომავლებსაც გადაჭდო ქართული სიტყვის აღტაცებისა და აღფრთოვანების უკურნებელი სცენი და მათაც ერთგულად უხადეს ხარკის ძარღვიან ქართულს. გორს დღესაც ახსოვს პოეზიის ფრთიანი, უფაქიძე სისულისა და დიდი ბუნების ადამიანი ბატონი ედიკო ხუთიშვილი, რომელმაც არაერთი ახალგაზრდა გორელი აზიარა მუხრან მაჭავარიანისა და შოთა ჩანტვაძის ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელ ლექსებს, რომელთა დასტამვა მხოლოდ 3 ათეული წლის შემდეგ მოხერხდა. თვითონ კი ვერასოდეს მოიცალა წიგნის გამოსაქვეყნებლად, მაგრამ შვენიერი სტრიქონები დაგვიტოვა თავისი მდიდარი შინაგანი სამყაროს გასაცნობად. დაუვიწყარია ქალბატონ მაგდა ხუთიშვილის პიროვნებაც, რომელმაც მთელი თავისი ხანმოკლე, მაგრამ შინაარსიანი ცხოვრების მანძილზე არაერთი ახალგაზრდა აზიარა მშობლიური ენის სიყვარულს. ბატონი მირიან ხუთიშვილი კი დღესაც ერთგულად ემსახურება იმ ამულიშვილ საქმეს, რასაც ქართული ისტორიული მემკვიდრეობის უგდავყოფა ჰქვია. რავი კაცი იყო, ყაზბეგში ვყავდით რამდენჯერმე სხვითოში თავისთავად მთელი იდეების მოგოწარა. და 50 წელს ერთი გახსენება კიდე, მე დავამთავრე გორის პედაგოგიური ინსტიტუტი 52-ში. და 50 წელს ჩერტეტი დაამთავრეს ფილოლოგებმა. 26 აუდიტორია იყო, კანდიდატ დერეფინს რომ მიდიოდი მარჯვენა მხარეს. შეხვიდოდი და მე დერეფინს ვარ და მარჯვენა მხარესა და ისე უყვარდა თეატრული ლექციები საერთოდ სავსე იყო ყოველთვის. კაცი ვერ დააგდებოდა. დავიოდე ფიზიკოსების, მათემატიკოსების მოდიოდნენ მის ლექციებზე. ხო და როცა ბოლო ლექცია უნდა წაიკითხო ძიასულიკო,
გოგონები მე გამთავშები კურსი გოგონები დახვდნენ და შესასვლელიდან მთელი ეს დერეფანი და აუდიტორიამდე ვარდებს უფენდნენ წინ და ესე შევიდა ძიასულიკო აუდიტორიაში. ესეთი ბიზა ყავდა. უფროსი შვილი ახან იყო მამაჩემი, ესე იგი მშობლები და ჩვენ ერთ ოჯახში ვცხოვრობდით რა, პაპაჩემი და დედაჩემი. და მაშინ მამაჩემი გადასახლებული იყო და სულიკო როგორ შეკითხულობდა ლექციებს, რომ ჩამოდიოდა, რა თქმა უნდა, ჩვენთან თავისთავად ჩერდებოდა ფაქტურად რა და დედასთან. და ყოველთვის სისტემატურად გვეხმარებოდა ხოლმე, რა თქმა უნდა, ეკონომიურად. იმიტომ სამი შვილი უმამოდ და თან რა თქმა უნდა დედამისი ელაგია ერთად ცხოვრობდით და დედამისის დახმარება ფაქტურად ჩვენ დახმარება იყო. წავიყვანდა ამ პატარებს ხოლმე კალოშებს ვიღიდი და მაშინ ძირითადი ის იყო ჩვენი ერთსაცმელი და რადგან წიგნები ყველა ხუთ შვილს უყვარდა, მამაჩემი კი გადასახლებაში იყო და რა თქმა უნდა წიგნების ყიდვის საშუალებაც ნაკლებად ჰქონდა. და ძიასულიკო ყიდულობდა ხოლმე ისეთ წიგნებს, რომელიც ესე იგი მამაჩემი რო ჩამოვიდოდა, რომ ვიმისოთ წიგნები რო ჰქონოდა და სხვათა შორის მაშინ იყო მე მგონი ესეთი ენციკლოპედია რო გამოვიდა, აშკარისავეცკა ენციკლოპედია, ხო? ჩვენთვის მაშინ სულიკომ გამოიწერა ის ენციკლოპედია და ყიდულობდა ხოლმე ჩამოსვლის დროს ის ტომები თუ იყო ისე რომ ისეთი წიგნები თუ გამოვიდოდა, რაც მამაჩემისთვის საინტერესო იქნებოდა, იმას ყიდულობდა ხოლმე ძიასულიკო. თბილისში რო ჩამოვიდოდით, ჩვენთვის თბილისი სულიკოს სახლი იყო. სხვა ახლა განაცემები ყავდა ყველა, მაგრამ ძიასულიკო იყო, სხვაგან რო ვიყავით მისულისადმე, თბილისში წავიყვანო, სულიკოს სახლი იყო ჩვენთვის თბილისი. თბილისში წავიყვანო და მერე ერთხელ წამიყვანა გრიშაშვილთან ძაღლში. იოსებ გრიშაშვილთან წამიყვანა. მერე რომ დაიწყო მუშაობა ნეკროპოლზე და რომ აგროვებდა მასალას, მაშინ წამიყვანა ორთაჭალაში იქ თათრების ის არის სასაფლაო აზერბაიჯანობის და იქ მუსულმანურ სასაფლაოზე წამიყვანა და იქ ეძებდა ამ მუსულმანურ მოღვაწეების საფლავებს და იმ ვებიტაბებს, რაც იქ საფლავის გვერდზე ეწერა და მე და ძიასულიკო დავდიოდით და აბა ეს მოძებნე სადმე თუ იქნება მან და რაღაცა და ასე. კიდე რა მახსოვს ძიასულიკოს ესეთი გამოკვეთილად, რომ თუ სადმე რამე საიკითხავდა რომელიმე რუსულ ჟურნალში საქართველოს წინააღმდეგ და საქართველოს წინააღმდეგ რამეს აუცილებლად პასუხს გასცემდა. ერთხელ სვერდლოვსკია თუ რაღაც ქალაქი რო აქვს რუსეთსა, იქ გამოცემული ჟურნალი წაუკითხნია, ამას შეიძლება საჯაროში მოდიოდა ხოლმე ეს ჟურნალი და იქ რაღაც წერებულა, ეწერა რაღაც ქართველების წინააღმდეგ და იჭდა სულიკო გაცეცხლებული და წერდა პასუხს იმ რედაქტორს. იმ რედაქტორს მე ვთქვა ძიასულიკო მეთქი გასო. აი რუსეთს მეთქი ახლა ხო, იქ რუსები რა ამას რამე ყურადღებას მიაქცევენ, არაო, არ უნდა დარჩესო, ესო პასუხი გაუცემელიო. კიო, მე შენზე კარგად ვიცი, რომ ყურადღებას რამე გამოხმაურება არ ექნებაო, მაგრამ იმ დამტერმა და იმ რედაქტორმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენს წინააღმდეგ ამის ასეთ რაღაცებს რო წერს, რომ მანგაში იყო ძიასულიკო რაღაც შეუდარებელი და ესეთი და რა ცეღან მართალი ხარ, აწეღა რომ ვლაპარაკობდე სურამის ციხეზე. არ შვილო, იქა კედელში არ ჩაუტანებია ეს კაციო. ეგაო ლეგენდა გააფუჭა ლეგენდა ავტორმა. და ხატმა მიყო აგენ კუთხი და ერთი და შინის ფეხმია იმ წიგნი ქართველი პროფესორი წვერდა წერდა, რომელიც ცხოვრობდა იქ, ის წერს ის კაცი რომ
ბატონმა განაცხადა, რომ უნდა მოსულიყვნენ. ბების ერთა უნდა ჩაეტანებინათ და რომ გამოვიდა დილით ბატონი, გადახედა და რამდენიმე 1000 ქალი დგა ბების ერთათი მოსული. თავ ციხე არ აღჭირდება. ეს ისე ციხე არ გადათავ. ძიასულიკოს უყვარდა ეგეთი პასუხების გაცემა. მეც მომიყვარდა. ო კი, შეცმოგიწევოდა, ეს უყვა სიმართლის დადგენა უყვარდა და შეიძლება არ წაიკითხო, მაგრამ მაინც მოდა იწეროს. უპასუხოთ რა. ის იყო ძიასულიკოსი რომ აი კომპრომისი არაფერზე არ მიდიოდა. მაგრამ მიუხედავად ამისა, ესე იგი არავისთან ისეთი კონფლიქტი არ ქონდა. არიდებდა გულში. ეს გაგიკვირდებოდა ეს ადამიანი როგორ შეიძლება და ესეთი ის ყოფილიყო მიუტევებელი ბევრ საკითხებში. არა, მიუტევებელი რომ არაპატიებდა რა. მაგრამ მიუხედავად ამისა, ყველასთან მაინც კარგად იყო და საყვარელი იყო იმ ხალხის აღიარჩენდა ხოლმე. უფალმა ინება ქართული სულის აღზევება და ხუთიშვილების ფესმაგარმა ჯიშიან ნახენ მრავალრიცხოვანი და მშვენიერი შთამომავლობა მისცა ქვეყანას. ხუთიშვილები, პატარიცეები, გალენჯოვსკები, გვერდწითლები, თურმანიძეები, ტაბატაძეები, ბოკერიები. თითოეული მათგანი ერთგულად დიდი რუდუნებითა და საოცარი მოკრძალებით აკეთებს ქვეყნისათვის მნიშვნელოვან საქმეს და ცდილობს ჩრდილი არ მიაყენოს ერთეული წინაპრის ბატონ სოლომონ ხუთიშვილის ხსოვნას. იმ ადამიანისა, რომელიც ცდილობდა დაეფერადებინა ეს მოწყენილი წუთისოფერი, რადგან შესანიშნავად იცოდა, რომ ადამიანთა ურთიერთობა ფართო თვალებით რო ჩხრიკოთ, შესაძლოა საკუთარი თავის გარდა არავინ მოგვეწონა. ამიტომ ადამიანს აღიქვამდა ისედაც, როგორც უნდა ყოფილიყო იგი. ხშირ შემთხვევაში ის ყველაფერს ამჩნევდა და არასდროს იმჩნევდა. ბედნიერია ჩემი თაობა, რადგან მას ახსოვს სოლომონ ხუთიშვილი სპეციალურ კურსებზე, სადაც ის ისე აცოცხლებდა მე-19 საუკუნის საქართველოს, თითქოს მასაც და მსმენელსაც ახლო ურთიერთობა ჰქონდა ილიასთან, აკაკისთან, ნიკო ნიკოლაძისა და აქსენტი ცაგაროვთან. ბოლო დროს, როცა ავადმყოფობამ დაარია ხელიდან, მისი მოუსვენარი ბუნება ვერ ეგუებოდა უნივერსიტეტის კედლებთან განშორებას, ნიკოლოზ ბარათაშვილი ემატრებოდა. ღამე ძილის წინ მის ლექსებს ჩურჩულებდა, თითქოს თავს ამოწმებდა, ახსოვდა თუ არა ყველა. მისი წასვლით თითქოს ჩაინგრაო ის ცოცხალი ხიდი, რომელიც ჩვენ მე-19 საუკუნესთან გვაკავშირებდა. ბედნიერია ჩემი თაობა, რადგან მას ახსოვს სოლომონ ხუთიშვილი პირველ საუნივერსიტეტო მიტინგებზე, გაოცებული და საოცრად ჩაფიქრებული. და 9 აპრილზე უნივერსიტეტის წინ ზომარი და მოქვიცნი. მაგრამ საბრალოა ჩემი თაობა, რადგან ბატონი სოლომონის წასვლით თითქოს ემშვიდობებაო ლამას, ინტელიგენტურობისა და კულტურულობის ეპოქას და ვახტანგ გოგუაძისა არ იყოს, მოვიდა გულგაციებული, რობოტული ცივილიზაცია, ანგარიშისა და ანგარებისა. ამაოდ არ ამბობენ ფილოსოფოსები ინდუსტრიული ცივილიზაციას პოპს კულტურასო. ქვეყანა აირსო პოლიტიკოსებითა და ორღობის აკადემიკოსებით, მაგრამ სანთლითაა საზებრით ჭეშმარიტი ინტელიგენტი, ჭეშმარიტი პროფესორი, ჭეშმარიტი მამულიშვილი, ისეთი, როგორიც გახდათ სოლომონ ხუთიშვილი. კაცი, რომელიც დააგდა არა მარტო ჩემს პატარა ქალაქს, არამედ ჩემს პატარა სერგამისჯერ ქვეყანას. Sakartvela